Country, Georgia! let's go, man! დავიწყეთ მოკლედ Fight Hopper-ებო, დავბრუნდით Spotify-ზე, Apple Podcast-ზე და რა თქმა უნდა YouTube-ზე. Romeo 50 Cent-ზე, გიორგი სართანია და ხვიჩა ქორიძე. UFC 323 იყო ჩვენი შანსი, ძმებო, რომ ისტორია დაგვეწერა მერაბ დვალიშვილის სახელით. მაგრამ ჩემი აზრით ეს მარცხი იმას არ ნიშნავს, რომ ქართველებმა ჩვენი შტამპ არ დავნიშნეთ UFC-ში და ვიცი რომ რთული რეალობა არის მარცხი რა. განსაკუთრებით როცა 7 წელი, 5 წელი გადის რომ ყოველთვის იგებ. და ხარ GOAT. და რეალურად მინდა ძმებო, რომ ჩვენ გავიხილოთ მერაბის ბრძოლა და ვაღიაროთ ყველაფერი რაც მოხდა რა. რომი როგორ ახარ ხვიჩ რა შვები ძმაო? მოდი ესე ვიტყვი, ეს იყო ერთ-ერთი ისეთი სანახაობრივი ბრძოლა, რაც კი ყველაზე ისეთი სანახაობრივი ბრძოლა, რაც კი ყოფილა ამ დივიზიონში როგორც მინიმუმ ბოლო პერიოდში, ყოველ შემთხვევაში როგორც მინიმუმ რა. ძალიან მაგარი ჩხუბი იყო. ორივე მებრძოლმა ჩხუბა ვაშკაცურად, ბოლომდე დაიხარჯნენ. მე არანაირი სურვილი არ მაქვს და არც საჭიროებას არ ვხედავ და აზრსაც ვერ ვხედავ იმისა, რომ შევეხოთ ახლა ტექნიკურ დეტალებს რა მოხდა და რატო მოხდა, ვინ რა გააკეთა, ვინ რა შეცდომა დაუშვა და ესე შემდეგ, მაგას არ აქვს ახლა მნიშვნელობა. ახლა დღევანდელი გადაცემა, როგორც გიომ თქვა, მიეძღვნება მერაბის მორალურ მხარდაჭერას, ძირითადად. უბრალოდ რაღაცა შეგახსენებთ, მე ამიტომ ვიძახი ხოლმე, რომ ყველაფრის ზად უნდა იყოს ესეთი სპორტია აქ. ისედაც დაძაბულობა, ისედაც წნეხი ბევრია, არ არის საჭირო ექსტრა წნეხი დაიდო ზურგზე და რაღაც ტრაგედიაში გადაზარდო რაღაცეები, ისე რთულია ცხოვრება, ეს სპორტია, უფრო უნდა გავერთოთ მაქსიმალურად სპორტში, იმიტომ რომ ისე მძიმე რაღაცები ხდება, ვერ ხუჩას 18 წლის ბიჭი გაუთიშეს ერთი კვირის წინ რა. წარმოიდგინეთ როგორ იქნებოდა რა, ვიცი ეგ რა გზნობაც არა. როდესაც ძმაკაც უმცროს უფროს თვალწინაზე დაგიგდებენ რა. აი ორი და მერაბის ისტორია ასე თუ ისე ძალიან მაგარია, კარგი ისტორია აქვს მერაბს. მსოფლიო ჩემპიონი გახდა, გონება, სახელი, ყველაფერი მოიხვეჭა, ყველაფერი კარგადაა მერაბის ცხოვრებაში, რაც მთავარია, ჯანმრთელობით კარგად არის, ღირსეულად დათმოქამარი, შეიძლება ისევ დაიბრუნოს, არ არის გამორიცხული, ღირსეული კი არა, ძალიან მაგარი ჩხუბი აჩვენა, კიდევ უფრო აწია თავისი პროფილი როგორც მებრძოლის. ასე რომ თავი მაღლა, საამაყობთ გვაქვს მაინც საქმე, არაფერი ეს არ გვაქვს, რა ქვია, სამარცხვინო. მახსოვს მე უფრო სამარცხვინო დაუკარგავს ქამარი ზოგ-ზოგი ერთებს. ასე რომ, რა ვიცი. ვიჩა შენ რას გვეტყვით, მაგრამ როგორ ახარ პირველ რიგში? კარგად რა ვართ რა, ვაგზავნებთ მუშაობას, რა თქმა უნდა, მარცხებსაც ვარავთ. გამარჯვებით უნდა გადავფაროთ მარცხები და ეს მარცხიც რა არის, გამარჯვებით ჩაულებრივად შეიძლება გადავფაროთ. არ არის რაღაც ტრაგედია და რაღაც ისეთი რაღაც არ არის. სიმართლე გითხრა, მე ვფიქრობდი, რომ მეხუთე რაუნდი რომ მოეგო უეჭველი 100% ანათ მერაბს, მე ვუყურე რომ ბრძოლასაც მიცემდნენ. რადგან პირველი მოიგო და ყველამ საჯმა მისცა, პირველი რაუნდი და მეორე მესამე აი სუპერ ახლო იყო და შეიძლება ვთქვათ, რომ მერაბს შეიძლება ვთქვათ, რომ ჩაულებრივად წამოიღო. თან ამ დროს ხო თელეგზაში significant strike-ები მერაბს უფრო მეტი ქონდა რა. ამიტომ მე ვფიქრობდი, რომ მეხუთე რაუნდი რომ მოიგო, შეიძლება და ჩაულებრივად მიეცათ, ისე შეიძლება და ჩაულებრივად მიეცათ რაღაც არ დეკლასირება არ იყო მაგ შემთხვევაში რა. ეს просто კატეხილი ცხვირიდან გამომდინარე იყო რაღაც ვიზუალური მომენტები ასე რომ ვთქვათ რა. რაღაც ვითოჟღერდა რომ რაღაც აი გალახა და რაღაცა ვერაფერი ვერ გალახა. კიდევ ხო და მძიმე ბრძოლა იყო. მე ვფიქრობ მერაბი ცოტა დაცვაზე ცოტა მეტი რო იმუშაოს, შედარებით ადვილი უეჭველი მოიგებს მაგასთან ჩხუბს, ანუ მაგას მოგისმობ რა. აი მწვრთნელიც შემოგვიერთდა ჩვენი საყვარელი თენგო შენ ხვიჩას არ ვიცი იცნობ თუ არა? თქვენთან კი დამინახია და ძალიან სასიამოვნოა.
ხვიჩა არის ძალიან ბათუმის Fight Academy-ის მთავარი მწვრთნელი და ჩვენი ძალიან ახლო საპატივცემულო ადამიანი და მეგობარი და მიხარია რომ ყველა ერთად შევიკრიბეთ. ეხლა სპეციალურად შევკრიბეთ დღეს ესე მრავალრიცხოვანი, იმიტომ რომ წავაგეთ კამარი დავთმეს დღეს საქართველოს და ერთმანეთი გჭირდება ესე რომ თქვა ქართველებს დღეს რომ ერთმანეთი გავამხნევოთ რა ესე თქვა და შემოუძახოთ ერთმანეთს. ჭუბია ეს და ესეთი სპორტია ეს აგებ ხანდახან. მაგრამ თავარია ეხლა რომ წინ გავიხედოთ რა, ეს გამოვიყენოთ რაღაც დადებითისთვის, мотиваციისთვის, სწავლისთვის გაკვეთილად იყოს რა, ასე შემდეგ. ესე რამდენად ფაქტორად მიგაჩნიათ, მოდი ეს მე იმის მომხრე ვარ ყოველთვის რომ ღირსეულად რომ გქონდეს რაღაცა სერიოზული მიზეზი ჭუბის წაგების არ თქვა ეგ და არ დაიწყო მიზეზობა რა, მაგრამ მაინც ხალხს აინტერესებს ალბათ რამდენად სერიოზულად მიგაჩნიათ თქვენ ის რომ ბოლო რამდენი 7-8 თვეში უკვე მესამედ მთლიანად წლის განმავლობაში 4-ჯერ დაიკლო 5 რაუნდიანი ჭუბისთვის 4-ჯერ მოემზადა და 4-ჯერ დაიკლო წონა. მე რამდენად მიგაჩნიათ ეგ ფაქტორად. და პირველ რიგში თენგო შენ თქვი რაც გაქვს თავიდან სათქმელი და მე კითხვას თუ შეგიძლია რომ გასცე პასუხი და მე ხვიჩასთან გადავალთ რა. პირველად მოგესალმებით ყველას. გიო ძალიან მომენატრე. I'm glad to be with you. ხვიჩა ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, იმიტომ ძალიან კაი რაღაცები გამიგია და გენაცვალე და კაი საქმეს აკეთებ ბათუმში თქვენს. დიდი მადლობა თენგო, ჩემს დიდი სურპრიზი არის და ძალიან გახარებული ვარ რომ დაგინახე და პირადად შემიძლიათ ასე გაგიცნოთ. მეც ჩიგარო. ახლა ვიცით რომ ყველანი ცოტა გულმოწყენილი ვართ, ოღონ იცი რა ჩემ ჭკუაში რა გადის, ეს იყო მერაბას ყველაზე კაი ჭუბი რაც დამინახია. მოგება წაგება სხვა რამე არის, ოღონ ისეთი ნორმალური ადამიანი ვერ აიტანდა რაც მერაბამ აიტანა. ისეთი კაი დარტყმები თვითონაც გაუშვა კაი რაღაცეები, იჭუბა. სავო ყველაზე მაგარი ჭუბი იყო რაც დამინახია. მარტო მერაბისთან კი არა, როგორც title fight, მე მგონი ითვლება one of the best title fights. Epic. ხო. და ყველას ეგონა მართლა რომ მერაბი იყო გაუმტარი რა, ტყუის გაუმტარი რა. ვერავინ ვერ მოუგებდა, მაგრამ მოხდა დღეს. და მართლა დამარცხდა. და თქვენი აზრით ამის მიზეზი მართლა რა იყო? ის რომ ზედმეტად იკლო წონა წელიწადში 4-ჯერ თუ პირიქით იმის მეტოქე იმდენად გამწარებული იყო, იმდენად ისე მოემზადა და მე ახლა 100%-ად ვერაფერს ვერ იტყვი, ოღონ მე მგონია მერაბამ გამოცვალა game plan. თვითონ გამოცვალა game plan. მერაბას თავისი ძველებური game plan რაც ჩვენ მიჩვეული ვარ მოუგებდა პირიანს. იმიტომ რომ 1 წლის უკან მერაბა დადგებოდა იმ სეტკაზე, არც ჩაიყვანდა, ან არ ჩაიყვანდა, სულ დაიკიდებდა და მუხლებს ურწყობდა 5 რაუნდი, როგორც ალდოს რა. ხო, როგორც ალდოსთან, ხო? ოღონ გამოიცვალა მერაბა, ცოტა დაჯერებული იყო ხელებში, ცოტა უნდა აჩვენოს სოფლიოს რომ ესეც შემიძლია, ისიც შემიძლია, ამასაც გავაკეთებ და კი არა რომ არ შეუძლია, კი შეუძლია. ბევრთანაც გამოუვიდა, ბოლო ჭუბში ხო გამოუვიდა. მარტო Peter Yan დღეს იყო მზად. იხანით
ტექნიკით, კარგათაც გახურებული იყო ყველაფერი, 5-იანზე ქონდა ფირეიანს. ხო, ნუ ფაქტია რომ კაი ჩხუბი იჩხუბა პეტერიანმა ძალიან ღირსეულად მოიგო ნამდვილად. ფიქრობ თუ არა რომ ამ ბრძოლაში მერაბი დაიღალა. არა, დაიღალა. ანუ ზიანი გაატარა, მაგრამ მეხუთე რაუნდში მაღალი ტემპი ეკავა, ხაი პეისი ქონდა, ამიტომ რომ ვერ დაუბრალებლო დაიღალა ან რაღაც. უბრალოდ როგორც თქვა თენგომ, რაღაც მომენტები იყო, სადაც უნდა გადაეწურა მოკლედ რო თქვა რა, ანუ რო თქვა რაღაც ნაწილობრივი კრიტიკას რომ ვიცით უფლება ჩვენ თავს, მარტო მაგიტო ვიტყვი უბრალოდ რა რაღაც ნაწილობრივი კრიტიკას რომ ვიცით, პირველ რაუნდში უფრო ადრე უნდა დაიწყო ჭიდაობა, გატარებამდე და ასე შემდეგ რა. მაგრამ რა თქმა უნდა, მერაბი ადამიანია, პროგრესი სურს, ამიტომ მუშაობს მის დგომზე, მაგრამ ახლა წარმოიდგინე, ახლა პეტრიანმა რო გადაწყვიტოს, სულ ვეჭიდავები მერაბ დვალიშვილს, რა შემდეგი იქნება რა. Good point. Sorry. Good point. ხო და ამიტომ ნაწილი არის სპორტის გამარჯვება, გამარჯვებები და წაგებები, რა თქმა უნდა, წაგებებით უდიდესი ნაწილი არის სპორტის განსაკუთრებით მერაბისნაირი მებრძოლისთვის. რა პეტრიანი man on the mission იყო და მერაბის კიდე ერთი დღე იყო მაგი რა. პეტრიანისთვის ის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე მის ცხოვრებაში და მერაბისთვის კიდევ ერთი დღე იყო. ასე რომ ვთქვა რა, როგორც ჩემპიონის. რაღაც აი პატარა სივრცეებში მოიგო მთელი ჩხუბი რო ვთქვა რა. მე როგორც თქვი, მე ვფიქრობდი რომ მეხუთე რაუნდი დამაჯერებლად მერაბმა რომ მოიგოს, მე ჩემი თვალსაზრისით 100%-ით ექნებოდა ბრძოლა მოგებული რა. ასე რომ ვთქვა რა, მაგრამ it is what it is და ვერაფერს ვერ უზამ მაგას. მოკლედ რო ვთქვა რა. მე მგონია დაიღალა. და რატომ დაიღალა აგისნი რატომ? პირველ რაუნდში გამოვიდა და ბევრი დარტყმები გაუშვა. და ბევრს მოხდა აერს. სანო ვერპეიში იყო მერაბი, აი ორჯერ სამჯერ მე დარტყმას იქნებოდა რაც ანუ ისა რაც შეიძლება ვთქვათ რომ იმუშაოს მის სტამინაზე მაგ მომენტში რა. რომი შენი აზრით Dana White მიცემს მერაბს title shot? არ ვიცი, ალბათ არ ვიცი, აი ხა თენგომ როგორც თქვა, ერთი წლის წინ ალბათ არ მისცემდა. ეხლა შეიცვალა მერაბის მიმართ დამოკიდებულება ბევრი რაღაცეები, პატივისცემა გაუჩნდათ უფრო მეტი იმის გამო თუ როგორ ჩხუბობს, ამდენი ჩხუბა, აქტიური ჩემპიონი უყვარს UFC-ს ძალიან. პეტერიანზეც არის ალბათ დამოკიდებული, პრეს კონფერენციამდე ამბობდა პეტერიანი რომ მოვიგებო ეხლა მე და მე ტრილოგია გვექნებაო და პეტერიანს თუ დაუდგება გვერდში ამ იდეას და მერაბიც მოითხოვს და ყველაფერი მოკლედ აი ესე წავა, არის შანსი რომ ტრილოგია შედგეს, უბრალოდ ხო, არის შანსი. არის, მაგრამ არის დიდი მაგრამ, რომ ანუ Paramount-ის ხელშეკრულებით ხო, ყველაზე მომგებიანი ჩხუბი ახლა არის პეტრიანი ომალი, სადაც ომალი მოუგებს აუცილებლად პეტრიანს 5 რაუნდიან ბრძოლაში ჩემი თვალსაზრისით და ანუ არარეალურია კინაღამ და ის იყოს რა ქვია. თან მე რას უსურვებდი მერაბს იცი? აი ცოტა ბრეიკი უნდა აიღოს რა, არ შეიძლება მაგდენი. არ შეიძლება მაგდენი. თქო, მე ყავს მებრძოლე, რომელმაც გოჩამ ერთ წელიწადს განმავლობაში 5 ჩხუბი ჩაატარა და ანუ მე დავაზიანე მებრძოლე მაგიდან გამომდინარე. თუმცა ჩხუბში არც ერთი ზიანი არ მიუღია, ასე რომ თქვა რა და ამას მძიმე ჩხუბები აქვს ჩატარებული უმარი ეს უმარი ორჯერ უმარი ეს ყველა მძიმე ჩხუბები აქვს ჩატარებული ეს მხოლოდ მძიმე ჩხუბი. ამიტომ მე მერაბს უსურვებდი რომ პაუზა აიღოს, არაფერი არ არის მისთვის ცუდი, არანაირად არ აკლებს მაგას ასე რომ თქვა. რავი, როგორც უзнავს, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ რჩემე რომ მქონდეს საშუალება რომ რჩევა მივცე მერაბს, ვეტყოდი რომ არ არის არანაირი პრობლემა, თუ გინდათ ნახევარწლიანი პაუზა აიღო ბრძოლებისგან, არავინ არ ამბობს ვარჯიშებისგან, მაგრამ ზიანისგან უნდა აიღო პაუზა, წონისკდებისგან უნდა აიღო პაუზა აუცილებლად, იმიტომ რომ აქვს რესურსი რომ იყოს კიდე დომინანტური ჩემპიონი, აქვს რესურსი რომ ეს ბრძოლას შეიძლება მოიგო მეტი დაცვიდანვე უშავა და მეტი ვიწროთ რო ეჭიდავა. ამიტომ ანუ ყველანაირი საშუალება აქვს, რა თქმა უნდა, რომ იყოს ჩემპიონი და იყოს ვინც არის ასე რომ ვთქვათ რა. ამიტომ რა თქმა უნდა, მე უსურვებდი მერაბს პაუზა აიღოს და ლოგიკურია რომ ომარიანი იქნება კიდე რევანში და ეს სუპერ რევანში იქნება და UFC-ს მარკეტინგის თვალსაზრისით ახლა UFC-ს რაც უნდა იყოს ხო მარკეტინგი არის მაგათთვის ყველაფერი ვაფშე რა ასე ვთქვათ რა. ყველა ვიცით რა.
რაც არ უნდა მაგარი ურთიერთობა ქონდეს, ვინც ყიდის ის აკეთებს და პარამაუნტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ომალიანი მე მგონი რაღაც სასწაული ბენგერი არის რა ასე ვთქვათ რა. ეხა რო იჩქაროს ისევ და ისევ კიდე მესამე ჩხუბი აიღოს ჯანთან და ჩხარა ოღონდ ჟბიჩქარა ეჩხუბოს და ისევ წავაგოს მაგას ჯობია რომ დაისვენოს რა ვისთანაც იქნება მომდენო და რაზეც იქნება მოიგოს რა ეგ ძალიან მნიშვნელოვანია მოგებით დაბრუნება ეხა მარცხის შემდეგ რა იმიტომ რომ ეს ეხა არ იყო ისეთი ну მორალურად რა თქმა უნდა ზიანი მიაყენა იმიტომ რომ კამარი დაკარგა ხო მაგრამ არ იყო ისეთი მაგარი ჩხუბი იყო ღირსეულადი ჩხუბეს და დამანგრევებელი რაღაცნაირი ისეთი რეპუტაციის წამახტინებელი მარცხი არ იყო ეს მაგრამ ასვენება საჭირო რა აუცილებლად არის საჭირო მოგებით დაბრუნება რა მომდენო ჩხუბი რომ მოიგოს უკვე თავისი ეს კონფიდენსი იმიტომ რომ ეხლა რაცა უნდა იყოს ხო ასე თუ ისე მაინც კარდიოში თუ ვერ აჯობა იანმა ის ფაქტი რომ გაუკაჩა და კარდიო ვერ დაღალა მერაბმა იანი რაც მაგის თავარი იარაღია ხოლმე ჩხუბებში ეს მაინც ეხლა თვითდაჯერებულობაზე ცოტა შეულახავს გამიგე და მომდენო ჩხუბი უნდა იჩხუბოს ისეთი რომ ის თვითდაჯერებულობა ის ბუსტი თავისი ისე მიიღოს გაიხსენოს ვინ არის რა იმიტომ რომ ესეთი არ იყო ისეთი მარცხი რა თქმა უნდა მაგარი ჩხუბი იყო იჩეხავეს მაგრამ ვერ დაღალა ტიპი რომელიც ადრე ტყავს დაღლილი და გატეხილი თითქმის ხო და ამიტომაც ანუ ხუჩა და თენგო ორივე არიან კოუჩები რა და ჯონ ვუდიც კოუჩი არის რეილონგოც კოუჩი არის და როგორც კოუჩი მინდა კითხოთ ორივეს რა ანუ რას იზამდით ახლა რა იქნებოდა გეიმ პლანი დასვენება უფრო მეტი ხანი თუ რამე სხვა გეგმა მე ვიცნობ მერაბას კარგად მერაბას ვერაფერს ვერ ეტყვის რა გამერაბა გააკეთებს რაც თვითონ უნდა იმას გააკეთებს ოღონ ვეთანხმები ხუჩას დასვენება ჭირდება მარტო კი არა რომ 4 ჯელი ჩხუბა იმიტომ რომ დიდი ტრამეები აიღო დიდი დარტყმები აიღო ამ ჩხუბში დასვენება 100% ეჭირდება ოღონ თუ დაასვენებ მერაბას ეს good luck you know არ ვიცი game plan უნდა დაბრუნდეს რაშიც კარგი არის გამოიყენოს მომენტები რომ უკვე ადამიანი აღარ ვარგა და ვეღარ არის და მერე გამოიყენოს მაგისი ახალი დაყენებული დგომი და თქვენი აზრით წარმატება რატო არ ქონდა ჭიდაობაში ამჟამად მე ვიცი იმიტომ რომ ბევრმა არიციან კედელის ტექნიკები ბევრმა არიციან თანაც პროფესიონალები არიან და top 5 contender-ები და არიციან რა გააკეთონ და როგორ გააკეთონ კედელზე თანაც you know და არიან ზოგიერთები რომ იციან რა გააკეთონ offensive ოღონ არიციან defensive that's why პიტერიანმა ყველაფერი რაც აი რო დააკვირდე ახლა რო ნახო რას აკეთებდა პიტერიან რა ქვია თავს როგორ აკონტროლებდა სად უყენებდა მაგის თავს გაიგე საით აწვებოდა საით ეკაჩებოდა ეს ამას ყველაფერს ნიშნულობა ეს არის მაგრამ ტაიმინგის არეული ქონდა მერაბს ეხეთი ტელეპორტირება მაგას ამას ვამბობდი აირს არ ტყამდა პირველ რაუნდში ბევრჯერ ოკეი ყველამ ვიცით ჩვენ ვისაც გვიჩხუბია და რაღაცა უფრო მეტად შეგიძლია დაიღალო აირის დარტყმა ვიდრე ადამიანის დარტყმა რო ვაცილებ ხო რა ხო ბევრ აირს დაარტყა მერე დაიწყო ჭიდაობა თანაც მზად იყო პიტერიან ძლიერი წელი აქვს კარგი ბალანსი აქვს მაგარი ბალანსი აქვს ძალიან მაგარი აკონტროლებდა ძალიან კარგად იმაშიც დაიღალა ის იდაკვებს რო ურტყამდა ხელში ხო კლავში ურტყამდა იმებს
ცოტა ეფექტი ქონდა, როგორც ნორმალურად არ იყო მიჩვეული. მე დაიწყო კარგი დარტყმების მიღება და ტანში რო დაარტყა ბოლო რაუნდში და უკვე რო ვეღარ იყო კარგად და მე მეორეჯერაც დაარტყა ტანში. მე-3-ს და მე-5-ში უტყდა ტანში. ხო, და მე რაუნდი გაჩერდა. იმ მომენტში, აი ბევრი კაცი გაითიშებოდა. ჩვენ შეგიძლია თქვა 99% კაცი გაითიშებოდა, არ გაითიშა მერაბამ. ძალიან დიდი ტკივილები ექნებოდა იმ მომენტში, რაც იმ წუთში უნდა დაждომილიყო ან რაღაცა დაგმოვიდა, კარგად ესუნთქა და გემსა და რომ დაბრუნდეს ნორმალურად, recovery ვერ გააკეთა იმ რაუნდში. ამან რაც გაკეთა პირველ 2 რაუნდში, ხო, 3 რაუნდში, მერაბა დაიღალა ამაში. და დიდი ტრამეები მიიღო. ახლა არ ჩანდა როგორც მერაბა, დიდი დარტყმები მიიღო, იმიტომ რომ არ გაჩვენებს, ოღონდ დიდი დარტყმები მიიღო. დიდი ძლიერი უდარის დარტყმები მიიღო თავში, სახეში, ტანში, ფეხებშიც. სუფთა დარტყმები, სუფთა. ისეთი დარტყმები მიიღო, როგორ გაუძო, არ ვიცი. ღვიძლში ეგეთი დარტყმის მერე კიდე 2 რაუნდის ჩხუბი. სუფთა. შეიძლება, არ ვიცი ზუსტად, შეიძლება ნეკნი ხوار გაუტყდა. არა, არ მგონია ნეკნი გატყდომოდა, უბრალოდ არ ვიცი. ბევრი რაღაცის კომბინაცია მგონია მე აქ. ის რომ ძალიან დატვირთა ორგანიზმი, მთელი წელი ტრამვები ქონდა, თან არ თუ ისე ადვილი, ესეთი ტრამვებით იჩხუბა. ამდენი წონის კლება, ამდენი ვარჯიში, ამდენი გაუჩერებლობა არ დაუსვენია. მართლა მანქანა ხო არა, ხო? ადამიანია და თან ამავდროულად ისე დაემთხვა, რომ პეტერიანი ამ ბრძოლისთვის იყო მზად. პეტერიანი გამოვიდა, ის პეტერიანი, რომელიც გვახსოვს იურაია ფეიბარის წინააღმდეგი, რომელიც იყო მის კარიერაში, იქზე გამოვიდა რა, ძალიან მზად იყო რა, საჩხუბლად გამოვიდა რა, ყველაფერში მზად იყო. მომზადებული იყო აშკარად რა. ხო და ხდება ეს, მაგას ეს მე უბრალოდ არ მინდა რომ ეს რაღაცა გლოვის დღედ გადაიქცეს. ეს მაგარი ჩხუბი იყო ეს რა და ღირსეულად ხან წააგებ, ხან მოიგებ, ესეთია ჩხუბი. ესეთი სპორტია ეს, ანდერსონ სილვა და GSP და ყველა აგებს აქ რა. და უნდა მივიღოთ ეს დღე როგორც დაუმარცხეთ, მაგრამ ვაშკაცურად ვიჩხუბეთ ბოლომდე რა. რამდენი ომი წაგვიგია, ხო? მაგრამ გაუქცეულ ვართ, ხო? შევეკვეთეთ ბოლომდე და აი მერაბამ იმენა აიტანა ყველაფერი, არ გაჩერებულა ძალიან ბევრი ადამიანი მაგის ადგილას, აი როგორც შენ წეგან თქვი, მონახავდა ექსკიუზს, რომ გამძვრალიყო, ანუ განებებულიყო, აი რომ მოესრულებინა თავის, რომ აი ისო არ გავითიში, აქ ძალიან მეტკინა ვეღარ გავაგზავნეთ, ჩაიკეცებოდა, აიფარებდა სახეზე ხელს და ღვიძლზე აიფარებდა, აღარ ადგებოდა და ესე შემდეგ. მერაბ არ გაჩერდა. ბოლომდე იჩხუბა. ამას აქ თავისი დატვირთვა ჩხუბში, როდესაც ადამიანი ამდენ დარტყმებს იღება, ამდენ ზიანს და აგრძელებდა ამთავრებ ჩხუბს, ამას აქ თავისი მნიშვნელობა ჩხუბში. და ამის გამო რაღაცა ემატება ყოველთვის მოჩხუბარს, მაგის მემკვიდრეობას და ზუსტად ეგ მოხდა დღეს რა. არა უშვებს, ეგ წაგება არაფერი არა. თუ დააკვირდით ბიჭებო, რაც მერაბას ეჩხუბა პირერმა, თავისი სტილით ცოტა გამოსვალა და დაამატა ჭიდაობა. იასნია, რომ გამოცვალა თავისი სტილი და Peter Yan, ახლა თუ იცი მაგის ისტორია, მოჭიდავე არის და იყო. მოჭიდავე, არა ჯუდოისტი, არა სამბისტი, მოჭიდავე იყო. იცის ჭიდაობა. იცის ჭიდაობა. და კარგად იცის. ის რომ აიყვანა და რომ ამოხაჩა აერში და სახეზე რომ დააგდო,
ეს უბრალო ადამიანი ვერ გააკეთა. არა, ხო. ოკეი? მერაბამ ასწავლა როგორ იჩხუბოს. პირველი ჩხუბიდან. ხო. და გამოწვალა მაგის სტილი, ბევრი ხალხი ჩაიყვანა მაგის მერე. კი, ცოტა შავი ღურბული ქონდა მაგას, ოღონ გამოასწორა, you know? და მე ვიცი რომ 100%-იანად მერაბა რომ გამოსულიყო და ის ძველი მერაბა, ხო იცი, მარტო მოდის რომ მოიგოს, მოიგებდა დღეს. დღესაც მოიგებდა. კი, ცოტა უფრო მეტად დაუჭირდებოდა. კი, დაუჭირდებოდა, ოღონ მოიგებდა მაინც, you know? ოღონ საო I give it to Merab. Give it to. და თქვენი აზრით ეს მარცხი მერაბს გაზდის უფრო თუ მივიდა იმ პიკზე უკვე რომ ეს არის პიკის ბოლო. ვიჩა შენ რას ფიქრობ? როგორ მიუდგება მთავარი ამაცხს? ჩემი აზრით ხო, აი თუ აიღებს პაუზას და თუ მიხედავს მის არსენალს, ასე რომ ვთქვათ, რაშიც არის ძლიერი, იმაზე აქცენტს გააკეთებს და გაძლიერებს, რა თქმა უნდა გაზდის. თუ კიდე ცეცხლში ჩახდება, ხო, ბევრი მებრძოლი ყოფილა, რომელიც წაგების მერე კიდე ცეცხლში ჩახტარდა და მაგალითად ვოლკანოვსკისაც როგორც არ გამოვიდა, კარგი ჩხუბი ჩაატარა მახაჩევთან, კონკურენტუნარიანი, აიღო კიდე რაღაც ქაჯურას ჩორტნოდეს და ჩახტა და არ დაუმთავრდა კარგად, რა თქმა უნდა, მე ამონკაჩა ვოლკანოვსკიმ პაუზი კი იგი წააგო თოფურიასთან, ანუ დაუნსტრიქში იყო, ასე რომ ვთქვათ რა. მაგრამ ამონკას სწორი განაწყვეტილებები მიიღო და დღეს მოქმედი ჩემპიონია და ახლა რეალურად ერთეულები აკეთებდა აქცენტს იმაზე, რომ მე თოფურიამ და მახაჩევ მაგაგრიშა და ველოდებით მაგის და ლოპესის ჩხუბს. რა თქმა უნდა, თუ სწორ განაწყვეტილებებს მიიღებს, ანუ როგორც ომალის მისცენ რევანში პაუზის შემდეგ და რეალურად ძალიან ძლიერი ომალი დავინახეთ მერაბთან, ხო? მეორე ბრძოლაში ომალი შედარებით მომეწონა მერაბთან ვიდრე პირველ ბრძოლაში. просто უბრალოდ მერაბი შედარებით გაზრდილი იყო პირველ ბრძოლასთან ომალისთან შედარებით რა. და ჩემი თვალსაზრისით, ხო, თუ პაუზას აიღებს, თუ მის სტილს მიხედავს, მეორე ჩხუბი არის ეს. მეორე ჩხუბს მოიგებს და ეს სუპერ ტრილოგია აქვს წინ. კიდე კოგადო ისტორია აქვს რა დაწეროს, ისტორია აქვს რა გააკეთოს რა. რაღაც ფუნდამენტი არის ხო მაგის. არანაირი პრობლემა არ არის მაგაში, ასე რომ ვთქვათ რა, ეს არ არის ანუ პირველი ბრძოლა მაგან აშკარა დომინაციით 50-55 მოიგო ეს რა დეკლასირება ქვია მაგას რა. და მეორე ბრძოლა ახლა კონკურენტუნარიანი ახლო ბრძოლა იყო ძვალში როგორც ვიტყვიან და ამიტომ ანუ არაფერი არ დაუკარგია, არანაირი ღირსება არ დაუკარგია, არანაირი საბრძოლო ერიქით არ დაუკარგია, ხო? ამიტომ შეუძლია ჩემი. უბრალოდ ჩვენ იმდენად მივეჩვიეთ მოგებებს და იმდენად ჯერ ვერ შეეჩვია ხალხი ქართველი გულშემატკივარი, ახალი გულშემატკივარი განსაკუთრებით იმ აზრს და იმ ბუნებრიობას ამ სპორტში, რომ აქ მოგება, წაგება გარდაუვალია, რაც არ უნდა მაგარი იყო, ყველა აგებს, ადრე თუ გვიან. რომ ეხლა ეს ჩვენთვის ახალი ხილია და მესმის რომ რთული გადასაყლავია პირველად წავაგეთ საქამრე ჩხუბი და გასაგებია რა. მაგრამ просто მერაბის ადგილას ერთრას შევცვლიდი, просто ცენტრში გაცვლებს არ გავაკეთებდი, რომ სამხეგეთთან და იმასთან შეეჩვია მაგათ ცენტრში გაცვლებს ხოლმე რა. ეხლა უცებ რომ ხალხს რომ ცოტა ისე გულზე მალამოდ დაედება იმედია ზოგიერთ, ვინც ამას კარგად მოისმენს და გაიგებს, ვეთქვი ერთ რაღაცას. უამრავი ბიჭი შედის დარბაზში, ხო? ამ უამრავი ბიჭიდან 100-ობით, 1000-ობით, 10000-ობით ადამიანი შედის დარბაზში ყოველ დღე. ამ უამრავი ბიჭიდან, ხო? 1% ხდება მოჩხუბარი. მე იმ 1%-დან კიდე 1% ხდება პროფესიონალი მოჩხუბარი. მე იმ 1%-დან კიდე 1% ხდება UFC-ში და იმ 1% იმ 1%-ის კიდე 1% ხდება ჩემპიონი. გამიგე, ანუ რაოდენ მცირეოდენ პატარა კომპანიაშია მე რა მოხვედრილი ხდები ისტორიაში, ანუ მაგას შეუძლია თავის შვილებს, როცა ეყოლება შვილები ღმერთმა ბევრი და ჯამთელი ეყოლოს, უთხრას რომ მე UFC ჩემპიონი ვიყავი და ტიტული დავიცავი რამოდენიმეჯერ. ეს შეუძლია მოჩხუბრების მხოლოდ 0.001 რაღაც პროცენტს რა. იმიტომ რომ მილიონობით მოჩხუბარი ყოფილა მსოფლიოში და ამხელა რაღაცა არ გაუკეთებია 99%-ზე მეც. ასე რომ
არ არის ეს ცუდი ისტორია, ეს მერაბის ისტორია არის ძალიან მაგარი ისტორია, ის გრძელდება და კიდე არის რაღაცეები წინ. ასე რომ ყურებს ჩამოყრით, შეეგუეთ მარცხს ღირსეულად, ნუ დაიწყებთ ეხა მარცხნივ მარჯვნივ მას იმანაც ღირსეულად მივიდა ჩამოართვა ხელი, არ არის ცუდი კი არა, ძალიან მაგარი მოჩხუბარია პეტერიანი და ნუ რა ვიცი, დანარჩენი უკვე მაშინ უკვე ყველამ თავის საქმე იცის რა. ორივეს გეთანხმები ყველაფერზე და ხვიჩა ზუსტად სწორედ თქვი. თუ არ დაისვენოს მერაბა at least 6 თვე, ხო? არ ვიცი როგორ დაბრუნდება. იმიტომ რომ დიდი concussion მიიღო დღეს. Physical ერთი რაღაცაო, ხო, დიდი concussion მიიღო. ტვინი კიდე სხვა არის. ამდენ შეუძლია გაუძლოს ტვინი, მაგრამ ტვინი როზი გაგეთიშება კაცმა არ იცის რა. ანუ პერერაცას გონია მსგავსი ისტორია რა ანკალაევთან ისე წააგო ბრძოლა, მაგრამ მოუგო ანკალაევმა ასე რომ თქვა რა. მაგრამ დამბრუნდა და დააკამბექა ჩაულებრივი ანუ ის მარცხი უკვე არავის არ სახსოვს მოკლედ თქვა რა. და შენ მოგმართავ გიორგი და შენი სახელით ხო ეტყვი კიდე სხვა ყველა ბევრი ჩვენ ქართულმა ყოლას ხო ზოგადად ხო ნეგატივი არ გამოხატო მე უკეს მიმართ იმიტომ რომ მაგას ელოდება ზოგადად ჰეიტერი რა ასე რომ თქვა რა მაგით იკვებება ხო ხტი რა ანუ შეხედეთ არო ქართველებს როგორ ტკივა და წეს და რაღაც ბრძოლის ნაწილი არის და თუ უნდა თვითონს რომ მოიხსენოთ მერაბის და იანის ბრძოლა გავიხსენოთ 50-45 შეიძლება მარტივად თქვა და ეგ არის რა ამიტომ შევს თუ თქვა ჩანგალიში არის ბიჭო მეტი კი არაფერი მინდა რომ ღირსეულად დავიჭიროთ თავი რა იგე რომ მოგებაში ეხა წავაგეთ ეხა ანუ რომ მოიგე ყოველთვის უნდა გეჭიროს ღირსეულად შენი კლდემამოსილება შენი ქართველობა შენი ღირსება არ უნდა დაკარგო და იმას ვისაც აგინებ და აფურთხებ და ლანძღავ ჯერი არავინ არ შეაფურთხო უნდა გააკეთო გასაკეთებელი უბრალოდ ეგ არა კაცის საქმე ლანძღვა და ფურთხება და კაცის საქმე არის საქმე და მეორეც იმას არ უნდა დაემსგავსო ვისაც ებრძვი და ვისაც ლანძღავ და ვისაც არამზადას უწოდებ რა მეტი არაფერი უცებ გავაკეთებ გადახვევას აქვე შეგახსენებთ შოუში რომ გამოგვიწეროთ ჩვენი არხი გამოიწეროთ ძალიან ბევრს აქვს ჩვენი შოუ ნანახი და არის წერს კეთილი კომენტარები დადებითი კომენტარები არ დაიშუროთ ლაიქები არ ვიცი რა უნდა მოწონების ღილაკზე დაჭერას მაგრამ დაალაიქეთ ვიდეო და ასევე მადლობა მინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევიდან მადლობა მინდა გადაუხადო თენგოს აი ამ ბექგრაუნდისთვის თენგო არის ამ ბექგრაუნდის ავტორი და თუ მოგწონთ ჩემი ბექგრაუნდი გვიყურეთ და გველაიქეთ და გვასაბსკრაიბეთ და გიორგი არ გამიბრალოთ თორე მე გავბრაზდები და ეგ არავის არ უნდა დამიჯერეთ მართლა რაც მერაბმა გააკეთა ამ სპორტის ისტორიაში ჩათვალე რომ მაიკლ ჯორდანი არის NBA-ში იმიტომ რომ ქართველებიდან ესეთი წარმატებული MMA მებრძოლი არ ყოფილა არასდროს. რა თქმა უნდა, ორი ჩემპიონი ყავდა, ორივე თავისებურად უნიკალურია. ერთი დაბლ ჩემპიონია, მეორე მანქანაა. რეკორდული რაოდენობა დაცვის მისამცდელობა აქვს ტიტულების წელიწადში. არც კი ქონია მცდელობა, რა ვიცი, 20 ჯერ დაეცვა. ტექდაუნების რეკორდი აქვს. ორივე თავისებურად უნიკალურია და იმედია კიდე მეტი გვეყოლება მომავალში რა. ესეთი ჩემპიონი საუკეთესო bantamweight-ში UFC-ში არასდროს არ ყოფილა და ესეთი მომგებიანი ამ ხელა სერიით ისტორიაში UFC-ს მარტო ალბათ 3 ყოლია რა, მეტია რა. და მინდა რომ არ არის დამთავრებული გიო, ამიტომ არ ზოგადად არ იგულო არ შეტუხდება, გრძელდება რა. ადამიანი მებრძოლი ჯამთელია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის და პროსტა მის ჯამთელობას უნდა მიხედოს რა. როგორც კი მიხედავს მაგის მის ჯამთელობას, ხო? ანუ სუპერ ტრილოგია აქვს. ომალი იანი მთავრდება ბრძოლა და მერაბი არის ყველაზე პრიორიტეტული კითხვა. მაგიდან შემომდინარე. მოიგებს ომალი. ანუ ადგას რომ შენ არ ხარ ჩემპიონი, სანამ მერაბი არსებობს, ეუბნებიან, იგებს იანი და ეუბნებიან რომ ანუ
სუპერ ტრილოგია აქვს, ასე რომ ვთქვათ რა, რაღაც უმაღლესი დონის ტრილოგია, როკის მუვის დონის ტრილოგია არის, ასე რომ ვთქვათ რა. სუპერ ტრილოგია, როგორც ველასკესი დო სანტოსის სამი რო იყო მაგალითად რა, ესე რომ ვთქვათ რა. ამიტომ ხვიჩა, თუ ჩვენზე არის ლაპარაკი მარტო, ოღონ UFC I'm predicting, ხო? UFC რას გააკეთებს? მერაბას დააყენებენ უმართან კიდე და ვინც მოიგებს ეჩხუბება ფირიანს. ეგ შეიძლება ნახოს რა. ამას გააკეთებს. მე მგონია რომ მერაბის აქვს იმდენი განაკეთები რომ UFC, ანუ იმდენი აქვს სავარცხლავო რესურსი, ასე რომ ვთქვათ რა, რომ პირდაპირ იმედიეტლი ვაში მიიღოს, ასე რომ ვთქვათ რა. ამიტომ საკმაოდ როგორც ომალი მიიღო პირდაპირ ვაში პაუზის შემდეგ სანამ მერაბმა ერთი დაცვა ჩაატარა, ხო, აი მიცხვეს ვაი რატომღაც ობიექტიურად ხედავ რომ ეს ასე იქნება, ასე რომ ვთქვათ რა. ეს სცენარი და დივიზიონი გაჭედილი არის მაგიდან გამომდინარე. უნდა დაისვენოს თუ მართლა ესე ვფიქრობ, კოუჩ, რომ უნდა დაისვენოს მერაბმა თუ უნდა დაისვენოს, მაშინ ფიგარედო და უმარ ნურმაგომედოვის გამარჯვებულმა უნდა შეხვდეს მაშინ პიტარიანს. არა, ფიგარერო არ ჩავარდება მაგაში. ბევრი წააგო ფიგარერომ. უმარი იგებს, მერაბა deserves shot. ომელი არ ჩავარდება. ომელი უკვე უთხრეს ომელის რომ შენ ცოტა in the back ახარ უკვე. So I don't see anything other than შეიძლება გასწროს მერაბას და უმარმა ეჩხუბოს ფირე. ოღონ არ მგონია რომ პირველი ჩხუბი იქნება მერაბასთან. მე ვფიქრობ რომ დაცვა პიტარიანის იქნება მერაბთან. არ იქნება მერაბთან, პირიან. შეიძლება მერაბას პირველი ჩხუბი დაბრუნებაში იყოს კამარზე. ამაზე გეთანხმები, ოღონ არ მგონია პირიანის მე სანამ მერაბი ისვენებს, თქვა და ამ 6 თვის განმავლობაში იდეალურად მე კაი იქნება თუ დაისვენებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის ნაჩხუბი ბოლო წელიწად ნახევარში. სანამ ის ისვენებს, მე დიდი სიამოვნებით ვნახავდი უმარსა და იანშორის ჩხუბს. უმარი არ არის პოზიციაში. არ დაგავიწყდეს ერთი რაღაცა არის რომ ისა ახლა კიდე ჩხუბობს უმარი. მერე მოდის რამადანი და უმარი არ იქნება მზად for some time. გაიგე? So იცი რა სამივე ვარდებიან იმ მომენტში რომ კი შეიძლება მოხდეს. ოღონ პირიან უნდა 4 თვეში რო იჩხუბოს 5 თვეში, 3 თვეში, არ ვიცი. იმიტომ რომ პირიანსთანაც არ წავიდა ეს ჩხუბი ადვილად. პირიანმაც გადაიღალა, გადაიწვა ამ ჩხუბში. So ყველა სჭირდება ცოტა დასვენება. 25 წუთი იჩხუბო MMA-ში ამ ხელა დონეზე. არა პატარა საქმე რა, რომც იგებ მაინც. მაგიტო ვიძახი მერაბიმაც ახლა კი მოიგო იჩხუბები, მაგრამ 25 წუთი იჩხუბა 4 ჩხუბი ერთ წელიწადში. ხადა ოფშენ. რამდენი რაუნდი გამოდის? 10, 20 რაუნდი, MMA-ის 20 რაუნდი იჩხუბა UFC-ის სატიტულო ჩხუბები. ეს არის წარმოუდგენელი. რომ UFC-ს რომ მოუნდება თავისი რაღაცა, ხო? გააკეთებენ. არ ვიცი, არ მგონია რომ პირიან მერაბა იქნება პირიანს პირველი ჩხუბი. არა მე ვფიქრობ თუ ომალი გამოიგებს. ომელი არ შევარდება ამ ლაპარაკში. ომალიმ რო გაქიშოს სონია დონგი პრიორიტეტული რევანში არის მაგას გულისხმობ რა. პრიორიტეტული რევანშია. პრიორიტეტული რევანში არის იანის რო თქმა უნდა. თან მოგება ზოგადად არაპრიორიტეტული ბრძოლა არის. თუ ომალიმ დაამარცხა სონია დონგი ეგრევე გაწევენ ომალის ტიტულზე. არ დაივიწყო ის რომ მაგათი ვარსკვლავი ბიჭუნა არის და ის არ დაივიწყო რომ იანი ყავს დამარცხებული.
იანთან ყველა მიცის რომ წააგო და არ ვიცი როგორ მისცეს და სონიონ დონგი ხო არ დადგება იქა როგორც ის მექსიკელი კი არა რა ქვია იმას ჩიტო ვერსავით არ დადგება იქა სონია დონგი დაამარცხებს ონომალის მე მგონი იმიტომ რომ downward trajectory-ში არის ახლა ომალი ხო ახლა საინტერესოა თუმცა მაშინ სონია დონგმა რომ დაამარცხოს ჩინური აუდიტორიისთვის მოსაწვევად აი სუპერ პრიორიტეტული იქნება რომ აჩხუბოს სონია დონგი კამარაზე ანთან სონია დონგი ჩინელია თუ კორეელია მე მგონი კორეელი ჩინელი არის მე მგონი კორეელი იყო ოკეი აუცილებლად მინდა მიულოთ დღეს გამარჯვება თან მაგარის თამბეჭ დავიჩხუბი იყო პეიტონ ტაბლოც რა იმიტომ რომ თან ჩვენი ძმა და მეგობარი ჩვენი ძმაკაცი ვახო ჯუმბურიძე ედგა კუთხეში ვახო მაგარი კაცია ძალიან გვიყვარს ვახოსაც ძალიან უყვარვართ ვიცი და პეიტონსაც ქართველები ძალიან უყვარს და მაგარი მოჩხუბარია ძალიან ნიჭიერი ბიჭია ძალიან მაგარი ჩხუბი მე რა უყვარს რაღაცა შერიგდნენ ეგენი ხო შერიგდნენ რომ ვახო მითხრა კი ყველაფერი კარგად და ქართველები უყვარს არ ვიცი აი იმ დღეს არ თქვა მე რატომ არ თქვაო ჩემი სახელიო პეიტენმა თქვა როგორც არის ისო ჩემი სახელიო შერიგდნენ არ ვიცი ეგენი არ ვიცი მე მაგეებისგან თავს შორს ვიჭერ ეგეთი ამბებისგან რა მე უბრალოდ ძალიან მომეწონა მაგ ბიჭის ჩხუბი დღეს და ვიცი რომ ახო ახლა გახარებულია და ჩვენ ძმას აქედან მიულოცავ ერთი კაი ამბავი მაინც მოხდა დღეს იმიტომ რომ მერაბზე ხო გული დავწყდა რა თქმა უნდა და გვინერვიულეთ და პანტოჟაზეც ძალიან გული დამწყდა აი როგორც წავიდა პირველივე წუთში ხელი მოიტეხა ესე იგი ჩხუბის ნახვა მინდოდა და ხოვაზე ხარ ანუ ჯერ ხო სპორტსმენი ესეთი ჩემპიონი რომ ესე დაიტრამოება ჩხუბში სევდიანია და გულზე ხვდება რა ახლა თუმცა გესმის სპორტი და გიყვარს და იცი რასაც ნიშნავს ეს სპორტი შენთვისაც მოჩხუბრებისთვისაც და ზოგადად ეგეთ რაღაცა ხდება ეგეთ ტრავმა ხო რთულია ძალიან ისეთი კივა მაგისმაგერად მეწყული რა ვიგზენი მეც რა თამთუ შეატყობ ხო ახლა მერაბის წაგება პანტოჟას წაგება ტრავმიდან გამომდინარე ეს სუპერ თავდაჯერებულობიდან გამომდინარე მე ახლა რაღაც მინდა გადავხვიო რომ რაღაც აი არის რაღაცას ვახლოვდები რომ აი ძალიან 100% თავდაჯერებული როცა ვარ ხოლმე ხო მაგ დროს ხდება სულ რაღაც ტრაგედიები სულ რაღაც აი პრობლემური ბრძოლები სულ რაღაც სირთულეები ასე რომ ვთქვა რა და პანდოჟაც აი სუპერ თავდაჯერებული იყო რომ ახლა კიდს სკოლაში წაიყვანა ამბიჩს და ანუ ვიდრე შემთხვევა დაემართა და მერაბისთვისაც აი სუპერ თავდაჯერებული იყო და კიდე ერთი ჩაოლებრივი დღე იყო ასე რომ ვთქვა რა თუმცა როგორც მერაბი ამბობდა ხო პირველი ჩხუბზე აი სუპერ ფოკუსირებული იყო ვერ წარმოიდგენდა რომ წამსაც აძლევდა იანს ასე რომ ვთქვა რა შანსსაც აძლევდა რა თქმა უნდა ანუ ნებისმიერი საბრძოლო ხელოვნების დონეზე ასე რომ ვთქვა საბრძოლო ხელოვნების ჩხუბების დონეზე მოდუნება არ შეიძლება რა ეხა გადავხვევ კიდე ჯუბაზე აი ჯუბა როგორ მზადყავდა იცი მე ჩაულებრივად UFC-ში გავუშვებდი საჩხუბად ისე მზად იყო რა აი რაღაც ლაკი პანჩი რაღაც ეს ტირამე თუ შეაჩერებდა მაგ შემთხვევაში ანუ ექსიდენტი ასე რომ ვთქვა რა და თქმა უნდა სპორტის ნაწილი არა სულ ფოკუსირებული უნდა ვიყოთ სულ უნდა ვიყოთ აი შეერი და სულ უნდა ვიყოთ მზად შიმშილს თუ არ გძლო ჯობია არც იჩხუბო რა და ფოკუსირებული თუ არ ხარ აუცილებლად ფოკუსირება უნდა გააკეთო მაქსიმალური რა სულ მაგდენი მომენტებში ყველა დიდი აფსეტები ხდება იმ დროს როცა ჩვენ ხედავთ ხო ანდერსონ სილვას ხედავთ ახლა ეს სხვა სიტუაციაში და ბახტა თამაშის გამო დააგო როდესაც კონცენტრირებული ხარ და აკეთებ ყველაფერს აი ესე ლაზერული ფოკუსით ჩანხარ სხვების თვალში ხელშეუხებელი და წვია გაუმტარი და როგორც კი შენ იჯერებ რომ წვია გაუმტარი ხარ მაშინ ხდება წვია რა ბიჭებო უნდა წავიდე მალე და ერთ რაღაცას ვიტყვი რაც დამინახია ბევრჯერ ხომე მოჩხუბარი არის შენთან და ძალიან კაი მოჩხუბარია და მე უფრო მეტ რაღაცას ისწავლის
დაამატებს და აღარ არის გამოწვის მაგის სტილს და დაავიწყება რაშიც იყო ყველაზე ძლიერი. ხდება, ხომე ახლა ინგლისურად ხო იცი if it's not broken don't fix it. Don't fix it. I think მერაბა უნდა დაბრუნდეს ახლა და უნდა თქვას, რომ master plan კონდა master theory როგორ მოიგო ჩხუბები, არც ისლამმა არ გააკეთა აშიფხა და არც ჩიმაევმა არ გააკეთა აშიფხა. არ გარისკეს, არ გარისკეს, რა თქმა უნდა. ხო მერაბამ გარისკა და აი ქართველი ვაჟკაცები, so მერაბ good job. მერაბს გაუმარჯოს, სულორს გაუმარჯოს, იმერეთს გაუმარჯოს, საქართველოს გაუმარჯოს და ყველა იმ ადამიანს ვინც გულით გრძნობს ამ საქმეს. ჩემი ყავდა ძმაკაცი ხონებული გიგა ტყემალაძე, ძალიან ჩემი ახლო ძმა იყო. ტენგოს ძმაკაციც იყო. ხო, ვიცი რა შესახებ ზოგადად მაგან მომიყვარა, აი გამაცნო რომ აი ყავს კაცი იქა, ეს ასწავლი ადამიანი ყავს ტენგო. მაგიტომ მინდა რომ ყველა საიდან ვიცნობ და ვიცი ვინ ხარ და რა ხარ და Mutant MMA-ს შორტები პირველი მაგან ჩამომიტანა მე ამერიკიდან და ბრძოლაც მაქვს ჩატარებული ყვა შორტების კესანა ჩემი შორტები და ეს ელასტიკები Mutant-ის მქონდა მე ჩინეთი მე მოძებნი მაგის კადრს თვალები ცოტა ამიცრემ და მოძებნი მაგის კადრს ჩავაგდებ გიორგისთან უცხას რომ ჩავაგდებ და ზოგადად როგორ მოძრაობთ ანუ ეს იყო 2016 წელს იყო ეს საუბარი მე და გიგას 2017 წელს და რაღაც 8 წელი გავიდა და ეხლა დაგელაპარაკე ასე რომ თქვა რა აი ძალიან ჩემი ახლო ადამიანი და ძალიან ახლო ძმაკაცი იყო ჩემი და ძალიან ბევრი პოზიტიური მერაბას ისტორიაც მაგით ეს რეკორდის გარეშე და შეიძლება მერაბას და ეს ისტორია რეალური როგორც არის მაგისგან ვიცი მხოლოდ ზოგადად რა და როგორ და რა ხდებოდა და ვინ სად და როგორ მოძრაობდა ასე ვთქვათ რა თუ არ იცნობდით ყემალას რა კაცი იყო და რა გულიანი და რა სულიანი და რას არ გააკეთებდა აი მაგის ამხანაგებისთვის გაიგე რას არ გააკეთებდა და ჩვენ ძალიან მაგარი კაცი დავკარგეთ ჩვენ სიცოცხლეში ძალიან ზონა იყოს ზონა იყოს სანამ დავმთავრეთ რა მინდა გავახსენო ყველას რა ჩვენი ბრძოლა ეხლა იწყება და გრძელდება და არ დაივიწყეთ რომ შემდეგ კვირას ჩვენი ქართველი ძმა თბილისელი გიგა ჭიკაძე ბრუნდება ძმაო და უსურვოთ გიგას წარმატება გიგა kick გიგა punch გიგა wrestling გიგა leg lock ყველაფერს ნახავთ ვალეხოსთან Let's fucking go თქვენი ცით ურმესი მადლობა fight hopper-ებს რომ ჩვენთან ხართ დღეს ისეთი ტკივილი გავიარეთ ყველამ და მაინც მოვედით აქ იმიტომ რომ ეს არის ნაწილი ამ სპორტის და ეს არის ჩვენი გულის ფეთქვა არაუშავს შეიძლება ერთხელ გამოტოვო მაყურებელს ვეთქვი ხო yes bro მაყურებელს ვეთქვი რომ ქართული საბრძოლო MMA-ის ისტორია ეხლა იწყება მხოლოდ რა ზოგადად აი ახალი დაწყებული არის რა 10 წელი წარსულში მაგრამ დავიწყეთ ძალიან მაგრად დაწყებული და რა იქნება წინ კიდე წარმოიდგინეთ ნუ იქნებით თვითმაყოფილები ვიყოთ კრიტიკულები საკუთარი თავის მიმართ მაგრამ ზოგჯერ ვისიამოვნოს გავლილი გზით აი ესე დღეებში თუნდაც რა გავიხსენოთ ხოლმე რომ არც ესე ზუსტად კი არა ძალიან მაგრად არის რეალურად ყველაფერი და ყველაფერი კიდე წინაა მოდი დავხუროთ რა ხვიჩა რომი coach Tengo ურმესი მადლობა ყველა fight hopper-ებს თქვენთან ვართ და ეს დასაწყისია არ დაივიწყოთ რომ ეს ყველა რთული მომენტი შექმნის უფრო უკეთეს და უფრო ძლიერ ვერსიას ჩვენთვის ამინ ამინ ჩვენ კი არ წავაკეთ დღეს ჩვენ თქვით ჩვენ ვაჩვენეთ რომ ჩვენა ვართ ნამდვილი მებრძოლები ნამდვილი გაიგე
საო მერაბისთვის გააკეთა, გააკეთა. He showed. Like he could have played it safe, but he showed. დაიბრუნებს. კამარს დაიბრუნებს მერაბა. დაიბრუნებს. ისტორია იწყება მერაბის მე ვერ ხვდები რაზე ვიდაბებით რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პოტენციალური რევანშები აქვს. ძალიან ბევრი პოტენციალური ბრძოლები აქვს, ამიტომ ყველაფერი წინ არის. ასე რომ ვაჩუქოთ ერთმანეთს გულები და ტიტები და როგორც არის იმ სიმღერაში თენგო შენი ბიზაშვილი შენ ბიზაშვილმა რო დაწერა იმ სიმღერაში როგორც არის. არა უშავს ხალხო და ალა ერთობაშია. თავარია ერთად წავაგოთ და ერთად მოვიგოთ. არა უშავს ყველაფერი წინა. აი თოპი დროებით გემშვიდობებად. მერაბს გაუმარ. ჯოს. You tune into the Kartwelians on the Fight Power podcast. Fight Power.